ერთი ძალიან საყვარელი მშრომელი გოგო მყავს, მეგობარი ფატი, რომელიც დიდი ხანია ვაჭრობს ძველი ხალიჩებით. პატარა მაღაზია აქვს ვერცხლის ქუჩაზე, ძველ ქალაქში. ამავე დროს თვითონ და თავისი და არიან ხალიჩების ქართული ფარდაგების და ხალიჩების რესტავრატორები. აღადგენენ ძველ ხალიჩებს. რაიმე განსაკუთრებული რომ ჩაუვარდება და ფატი მიცის ჩემი გემოვნების შესახებ, იმ წუთას მომიტანს ხოლმე. იცის რომ მე მიყვარს ვარდებიანი ფარდაგები. და დღეს როგორი მომიტანა ნახე, ისმიდა ბექა, გავშალოთ. აი ეს მოდი ეს გავშალოთ მე და შენ. როგორი მომიტანა ნახე რა სილამაზეა. ეს ძველი მოტანილია, ნახე რა კარგი. არა, ამაზე გადავირი. შეხედე როგორია. როგორია და რამხელა ნახე. და მომიყვა ერთი ამბავი. რომ თურმე ესენი ქართული ხო არ არის ეს არც ფერებია, არც კომპოზიციებია, არც არაფერი ამაში თითქმის ქართული არ ურევია, მაგრამ ქიზიყში მოქსოვილებია. რომ შემოსულა რუსული თავშლები და საფრანგეთიდან შემოდიოდა თურმე ეს სადღაც წავიკითხე, შემოდიოდა თურმე ძველ დროს საპნის შეფუთვები. ლამაზი საპონის შეფუთვები და იმაზე ყოფილა დიდი პიონები და ვარდები. და იქიდან იღებდნენ თურმე ქართველი ქსოველები ორნამენტს. ნახე რა სილამაზე. ნახე რა კარგია, მე და ბექა ეხლა ამას ვუვლით, ბექა აწესრიგებს, ბექას გადასწრევად შეუძლია ამის მოვლა და მიხედვა, ჩემზე ბევრად უკეთესად იცნობ, რა თქმა უნდა. ნახე დღეს როგორი მომიტანა. ასეთი ფარდაგები უნდა რჩებოდეს ქართულ ოჯახებში. ამისი საზღვარგარეთ წასვლა ძალიან დასანანია. ნახე რა სილამაზეა. ან როგორი ფერებია, ან როგორ ნახე რა კარგია, გადარეული ვარ სიხარულით ისე მომწონს. ეს ახალციხის ყოფილა, მე არ ვიცოდი. ნახე რა კაი ჩარჩოა. ალამაზია, როგორი ვარდებია კირული. ვარდების ხათრით ვიყიდე. და კიდევ ეს ამაზე ეჭვი არის რომ არ არის ქართული. მაგრამ რადგან მოხვდა საქართველოში, ამბობს რომ უკრაინული შეიძლება იყოს ან ბელორუსული. შეიძლება რომ ნახე რა სილამაზეა. ძალიან მიხარია რომ ჩემს კოლექციაში დარჩება ეს ფარდაგები და არასდროს არ შეველები გამოვიყენებ დეკორაციებში. ეს ძველია, ძველი მოტანილია. ესეც ქიზიყია, ესეც ფატის მოტანილია ძველი. შოუიორის აი ნახე აწერია. ნახე ნათია მას წაიკითხე. რა აწერია? ნაზრის თვალი. ნაზრის თვალი. ნაზრის თვალი სახელია. ესენი მომიტანა კიდე ყოფილა ბალიშებით გაფუჭებული ფარდაგისგან, დახეულისგან ამორჩეული ნაკუწები. უკვე ბალიშება ჩეკერით. მამაზია ბალიში. ასე, ძალიან მიხარია. ბევრი გული მწყდება რომ ბევრი ქართული ხალიჩა და ფარდაგი განსაკუთრებით ტურისტული ადგილებიდან, ტურისტულ ადგილებში განთავსებული მაღაზიებიდან მიდის უცხოეთში და ძალიან ცოდავენ ამ საქმით დაკავებული ადამიანები. ქართული ხალიჩები კარგია რომ დარჩეს ქართულ ოჯახებში.